გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს გვაქვს ესე იგი სპორტულ, ძაღლურ, საგამანათლებლო, მუსიკალური შუადღე. ამოვიფიქრე, ნახე, აი ამოვიფიქრე. როგორც ყოველთვის ძალიან მრავალფეროვანი გადაცემა. ყველას ფეროს შევეხეთ და კარგია. ეს მაგრამ როგორც აი რაღაცნაირად ვარჯიში იწყება ხოლმე მოთელვით. დია. ისე დავიწყებთ მოთელვით. მოსათელად მე მგონი ცოტა რთული ისინია რაღაცა ინვენტარი შემოტანილი ჩვენ სტუდიაში. გიხდება ეს თასი. ესე იგი მე გახსოვთ ალბათ საბურთალოს რაიონის გამგებელი ბატონი გია ხუროშვილი როცა იყო ჩვენთან სტუმრად. მაშინ თქვა, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ იყო ეს, რომ აღადგენდა ამ სპორტულ თამაშებს სკოლებს შორის. და სიტყვა და საქმე არ გაიყო. ამ შემთხვევაში და მონაწილეობა დიმამ. მე მიმიღია კი მე წლების განმავლობაში მივყავდა და თქვენ ვყავდით სტუმრად რამდენიმე თიკა გავიცანი სხვა შორის იქ და მაშინვე აი გადავირიე რა კარგია და მე რო არ მიმიწვია არასდროს. მოგიწვია ორჯერ და არ მოხვედი. მე მოვედი რა გინდა. ოღონდ ეს ისტორია ძალიან ცუდად მახსოვს. მიკროფონი რომელთაც მიმყავდა შენთან ისე ჩავიგდე ჩანთაშე წავედი სახლში. ინსტინქტურად და ბავშვებმა რო წავედი ლეტომანის პირველი გამოხატულება გქონდა მაშინ. რა დაემართა ისი ბავშვები რომ ერთმა გუნდა ხო წააგო ისინი ტიროდნენ და ესეც ბღავდა იმ ბავშვებთან ერთად ისეთ ემოციებში იყო რა ნუ ამის თავისი მოიკლა თავი. მე ჩემი დანაშაული შეგრძნება უფრო. ახალი ოლიმპიადა სკოლებს შორის ეს არის კენდრონდელი გადაცემის პირველი ნაწილი. ძალიან საინტერესო სტუდია არის უმაგრეს სპორტული მე ჩვენ შესაბამისად პრინციპში. ზედმიწევნით სპორტულად. შეძლების დაგვარა. ჩვენ ყველა სეგმენტზე პირველი ბლოკი, მეორე, მესამე, მეოთხე ესე ვართ მოსული. ოღონდ თვითონ ეს ოლიმპიადა ცოტა მოგვიანებით იმართება ხომ ესეა ძიმა გზაფხულში. თუმცა მანამდე რაღაც შესაჩევი ტურები, რომელიც არის ნოემბრის თვეში და შეჯიბრია შეულებრივი რა. და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ყავს სტუმრები და თქვენ ის ნებართვით. კი ბატონო. მათი გავიგოთ დეტალები. გია ხუროშვილი საბურთალოს გამგებელი, ჯანო ჟვანია საბურთალოს უბანია და 2013 პროექტის ხელმძღვანელი, ანზორ მეგრელიშვილი საბურთალოს გამგეობის სათათბიროს წევრი და თვითონ ახალგაზრდა მონაწილე. მოგესალმებით. ცოტა მოგვიანებით ავასაუბრებით. გამარჯობა, მოგესალმებით. სახელი მაგარი უბანიადა. გამარჯობა. უბანიადა. მაგრები ხარ, ფერო ვერ გელებით. იმიტომ რომ თქვენს მაგარი ამბები მოგაქვთ, ვერ შევეგელებ. მოდი ჩვენთან, მოდი თინა, მოდი. ბატონო ჟანო. ნოსტალგია დამემართა. ხო და აი მოვედი. ჩვენი ლეგენდარული თამაშები გაცოცხლდა, ასე თქვა. გაცოცხლების თამაშები. კარგი ხალხის ინიციატივის წყალობით და რა ვიცი, სახელიც მაგარითად შეგირჩევიათ პრინციპში. უბანიადა, რა თქმა უნდა, ეს არის თემა, რომელიც ეხება საერთოდ ტიპიურ ძველ თბილისურ ცხოვრებას, როცა ადამიანები მეგობრობდნენ, მოდით ასე ვთქვათ, უბნების მიხედვით და დღეს ამწუხაროდ ადამიანები ხშირად ერთმანეთს არ იცნობენ ერთი კორპუსის მაცხოვრებლებიც კი. იდეა წამოვიდა სწორედ აი აქედან, რომ ჩვენ ნებისმიერი რესურსი გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ადამიანებს უხაროდეს ერთმანეთის სიხარული, ტკიოდეთ ერთმანეთის ტკივილი, იზიარებდნენ ერთმანეთის სიხარულს და გაჭირვებას თანაბრად და ამისათვის მე მგონია, რომ ყველა ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული. ისე სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება. თბილისის უბნებს შორის რა ხდებოდა? ფეხბურთი, გალადბურთი, უბნების ჩემპიონატი იყო ხოლმე და ჩხუბი უბანზე. ჩხუბი უბანზე არ გვინახა ერთი ერთზე. არა, ეს არ გვინახა, ამის ინიციატორი არა ვართ. ხო და ნუ კარგია, მოდით ჩავთვალოთ საწინდრად იმისა, რომ უბნებს შორის ჩემპიონატებიც განახდება მერე, ალბათ. საკმაოდ საინტერესო იდეა იყო, მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით, მაშინ როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა, ველოდები რომ საზოგადოების ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი მოვა, ყველა პროფესიის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი მოლოდინი აღმოჩნდა ამაო. აბსოლუტურად შეხება მქონდა ერთგვაროვანი პრობლემების მოგვარებასთან და საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელსაც მე ვიცნობდი მანამ როგორც საბურთალოს მაცხოვრებლებს, მაგრამ არა როგორც გამგებელი, აბსოლუტურ შეხებაში არასოდეს არ ყოფილა გამგეობასთან. ახლა ბუნებრივია ამ ადამიანებს სათითაოდ ურეკო და უთხრა რომ მოდი შენ ჭირიმე შეგენაცვალე რაღაცა გავაკეთოთ ერთად, ვიმეგობროთ, ვითანამშრომლოთ, თქვენი საჭიროებები გავიზიაროთ და ასე შემდეგ, არასერიოზულია. ძალიან დიდი ფიქრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შეგვექმნა სათათბირო იმ აქტიური მოქალაქეებისაგან, რომელიც ძალიან აქტიურ კავშირში იყო გამგეობასთან, მათ შორის ბატონი აზორი არის ამ სათათბიროს წარმომადგენელი. და დღეს სათათბიროში გაერთიანებულია დაახლოებით 100 ადამიანი. აი ამ 100 ადამიანს თავმჯდომარეები შეიძლება იყვნენ, შეიძლება უბრალოდ აქტიური ადამიანები, მაგრამ მათი დანიშნულება რა არის? ისინი შემოივლიან თითოეულ კორპუსს, თითოეულ ოჯახს, მაგრამ ეს არ არის
არც წინასაარჩევნო დაკვირვება, არც მილოცვები, არც არაფერი მსგავსი. რატო საბურთალოს უბანზე საბურთალოს წარმომადგენელი? იმიტომ რომ საბურთალოს რაიონში არის დაახლოებით რომ ინფორმაცია გქონდეთ 850 ამხანაგობა. 850 ამხანაგობა 80 სათათბიროს წევრი თვითონ დაინაწილა დაახლოებით 10 კორპუსი და ეს ადამიანები შემოივლიან თითოეულ ოჯახს. ზოგან შეიძლება ცხოვრობდეს მარტოხელა პენსიონერი, ზოგან სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი, ზოგან ხელოვანი, რომელიც ჩემთვის უცხოა და არ ვიცი ამ ადამიანის არსებობის შესახებ. ზოგან ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც არ არის დღეს საზოგადოების ცნობილი, მაგრამ მისთვის პატარა ხელის წამოկვრა საკმარისია იმისათვის, რომ თუნდაც აი ეს იყოს რაღაცა ერთი წარმატებული ნაბიჯი მის ცხოვრებაში. აი ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღეც მიუხედავად მისი სპორტული გასართობი ხასიათისა, არის აი ამ დიდი პროექტის, კომუნიკაციის პროექტის შემადგენელი ნაწილი და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ალბათ ჩვენ ძალიან მაგარია ეს მომწონს, რომ ესეთ ყველა სათითაოდ აქცევთ ყურადღებას ნამდვილად. ხო მონაწილეობა. აბა გითხარით როგორ იქნება რა ფორმატი ჩატარდება და ფორმატი არის დიმაში კარგად იცი ამ ტიპის თამაშების ფორმატი, შესარჩევი, რომლებიც უბნებში მოხდება პირველად. მე როგორც ვიცი, ორ ნაწილად არის გაყოფილი საბურთალოს რაიონი. ანუ სკოლებია ისევ აქტიური თუ კონკრეტული სახლები თუ როგორ საინტერესო, ანუ ჩვენ ფორმატის შექმნით მოთხოვნის მიხედვით რა მოთხოვნაც გამოცხადდა და იქ იყო ასეთი საინტერესო შედეგად, ხო სწორია? საინტერესო მომენტი რომ არის მიქსი, ანუ არიან სკოლის მოსწავლეები და ინტეგრირებული უფროსები მათ ჯგუფებში. რაც აძლევს საშუალებას, რომ ეს ნაკრები გუნდი სხვადასხვა საკობრივი ჯგუფით შეიქმნას და ერთად ითამაშონ უფროსებმა და სკოლის მოსწავლეებმა. ეს საკმაოდ საინტერესო ისა პირველად ვაკეთებთ ახლა ჩვენ თვითონ აი ამ ძალთა თანაბარდობა როგორი სტარტზე მოსწავლეების გუნდებს შორის ბალანსი დაცულია. ძალთა თანაბარდობა რა თქმა უნდა, გენდერი, ასაკი, ეს ყველაფერი შედის აღარ სპეციალური სარეგისტრაციო პაკეტი, სადაც ეს ინფორმირებული არიან სკოლები და ფორმირება გუნდების ხდება შესაბამისად. ანუ ისევ სკოლის მოსწავლეებმა უნდა იაქტიურონ, თქვა საკუთარი მშობლები, უფროსი დები, ძმები დაარეგისტრირონ და მათთან ერთად ითამაშონ, ხო? შედგება 12 მონაწილისაგან, ეს ერთი თოგონდი, 6 მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს სკოლის მოსწავლე. და დანარჩენი მონაწილე 6 მონაწილე უნდა იყოს მშობელი, მასწავლებელი და იმ სკოლის დამთავრებული ისეც აქვს და სულ 12 ჯგუფი დგება, ხო ასეთი? ერთი გუნდი არის 12 მონაწილე. სულ არის 24 ჯგუფი. ორ დღეზე გადანაწილებული შესარჩევები და კვირას 17-ში გვექნება უკვე გამარჯვებული გუნდების ფინალი. რა ამბავი. აი ეს თასი გადაეცემა ყოველ ეტაპზე გამარჯვებულებს. აი ხა ჩანს ჯანო იქ რაც ხდებოდა რა ეს არისო მხოლოდ გასართობით ისე და ეს ახლა ეს ერთი ბავშვი ეხლა რომ გამახცე და თავიდან განვიცადეთ ექიმების უყავდა იქ და გახსოვთ როგორი სიტუაციაა თამაშები მაგრამ ნუ სადაც დინამიკაა სადაც მოძრაობა იქ არის ხოლმე გიждები აი ამ დინაშის გვერდზე ეს არის ძალიან მაგარი თამაში ჩვენ დარბაზი გუნდი რო ქონდა გადაცემა დიახ აი ის დარბაზი ჩვენ ზუსტად აი ეს სატელევიზიო შოუ ფორმატი გულისხმობს იმას რომ მიგვაქვს საბურთალოს რაიონში და ეს ათასობით ბავშვის ოცნება იყო აქ მოხვედრა და ახლა აგერ გამგეობა მისცა საშუალება ბავშვებს რომ განიცადონ ეს ყველაფერი შეგრძნება რასაც ეს ბავშვები აიხდინონ ოცნება და მიიღოს რომ რუსთავიორის შიდა ტურნირის ჩატარდა ძიმა გახსოვს კი როგორ არა მე სამწუხაროდ ვერ მივიღე მაგრამ შემოგუნდა მოიგო სპორტის განყოფილება ძიმეთ ვიყავი და ძალიან ამ მდგომარეობაში იქნებ ფიჯო რამე არა აქვე მოტანილი არა მე ფაქტორს ვახსოვს რომ ტარდებოდა უკვე ორგანიზაციებს შორისაც და ძალიან დიდი ინტერესი იყო და კარგია რა მეტყვით ეს რო ყველაფერი გავასწრებ მაინც მინდა გითხრათ რომ ჩემი თაობის ჩვენი თაობის კომპლექსი რეალურად არსებობს აი ამ ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის და ეხლა დამეთანხმებით რომ უთხრა ადამიანს რომ წამოდი ეხლა ამ გასართობ ღონისძიებაში მიიღე მონაწილეობა რაღაცა როგორც მინიმუმ გეტყვის აუ სპორტული ღონისძიება არა და ასე შემდეგ მე ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდა თაობას რომელიც არის ამის მონაწილე სხვათა შორის ბოლომდე აქვს გაცნობიერებული მისი შინაარსი ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება და ადამიანებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესი, როგორც ჯანსაღი ურთიერთობები, ასევე ჯანსაღი ცხოვრება, რომელიც მის ფიზიოლოგიაზეც აისახება. ერთი რაღაცა საკუთარი გუნდის პრესტიჟისთვის ბრძოლაც ძალიან მნიშვნელოვანი мотиваცია, მე ვფიქრობ. კიდე რა არის? პუტკუნების გუნდები მაინტერესებს რას გულისხმობს? პუტკუნების გუნდები, ანუ დემოკრატია სრული ესე იგი, რას ნიშნავს პუტკუნების გუნდები?
ეს იყო ჩემი იდეა. მაშინ მე მოვყვები ჯანო თუ შეიძლება. ბავშვობაში პუტკუნა იყავი? კი. აი, ამიტომაც მაგერად. ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ესე იგი წითელ დიპლომზე, როგორ თქვა, მაშინ ესე იყო, დავამთავრე სკოლა, მუდმივად ჰქონდა პრობლემა სპორტის გაკვეთილებთან. იმიტომ რომ არასოდეს არ მეცალა ამისთვის, თუმცა შემდგომში შევცვალეთ ჩემი ცხოვრების წესი და ეხლა სხვანაირად მაქვს ეს აწყობილი. აქედან გამომდინარე, ხო, აუცილებლობა ვიგრძენი ამის. გამახსენდა ეს რაღაცა ნოსტალგია და ვიფიქრე, რატო დავჩაგროთ ეს ბავშვები. მაგრამ ბუნებრივია ეხლა ამ ბავშვებსაც აქვთ თავიანთი პროტესტი, რომ ეხლა მე რატო უნდა გამომიყვანო იქ, მე ხوار უნდა დამცინო და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში პირიქით ერთადერთი უნიკალური პრიზი, რომელიც მათთვის დააწესდება, ეს დააწესა ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ და ეს იქნება 10 დღიანი ტური იორდანეში, ყველაზე მხიარული, ყველაზე სპორტული პუტკუნა გაემგზავრება აიმ გლობალის მიერ დაწესებულ აი ამ პრიზში და ისინი გაემგზავრებიან. ეს არის არა პუტკუნები. მე დანარჩენ პრიზების შესახებაც გეტყვით. პირველ ადგილზე გასული გუნდისათვის დაწესებულია 3000 ლარიანი პრიზი, მეორე ადგილზე გასულისათვის 2000 ლარიანი პრიზი, პუტკუნების გამარჯვებული გუნდისათვის დაწესებულია 1000 ლარიანი პრიზი. ასევე მინდა გითხრათ, რომ აქტიურად ჩაერთო სხვადასხვა სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსები და კლუბმა 71-მა დააწესა ერთდღიანი სრული მომსახურეობის პაკეტი გამარჯვებული გუნდის წევრებისათვის. ყველაზე მხიარული პუტკუნასათვის დააწესა ერთდღიანი სრული პაკეტი, მათ შორის სპა ცენტრის მომსახურეობით. ხიარული პუტკუნა თუ ყოჩაღი პუტკუნა? არა, ხიარული, იმიტომ რომ ეს არის ხიარული თამაშები. ხო, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება მას ვერ მოთხოვ ბაგირზე აცოცება და რაღაცა სწრაფი მოქმედებების გაკეთება, მაგრამ ის თავისთავად რომ პიროვნება ის შინაგანად რომ ჯანსაღი ადამიანია და იმას რომ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს შეიძლება ნებისმიერ სხვა ადამიანს რომელიც აი ესე თავისთავში ჩაიკეტება და ეს გარეთ არ გამოვა და კომუნიკაციაში არ შემოვა იმას დავაჯერდებ ზუსტად. ოდნავ პუტკუნა ვინც არის მე მგონი გაპუტკუნებას დაიწყებს სანამ დაიწყება ეს რო ისეთი პრიზებია. თორე ჯანოსაც კი უნდა დავამბობ. მოგე ყველაზე მაინტერესებს ეს კონკურსი. აბა აქამდე ეს ფულადი ჯილდოები ხო არ იყო რაღაცა ესეთი არ იყო ხო რა კარგი ესეთი ჭაბალისებელი დამაგვირგვინებელია ესეთი გრანდიოზული და ესეთი ის მართლა არ ყოფილა და ძალიან გვიხარია რომ ასეთი რაღაცა ხდება და პლუს ამ თამაშების ფუნქცია მინდა კიდე მოკლედ გითხრათ უნებას დამთავრდ დადებითი ამაში კიდე ის არის რომ ეს აყალიბებს გუნდური მუშაობის სტიმულირებას თვითონ გუნდებში გაიცნობენ ეს ბავშვები ერთმანეთს გარდა ამ პრიზებისა მხიარულებენ ხალისებენ და ყველაფერი საბოლოო შედეგად მე მგონი ამ საბურთალოს რაიონს ძალიან კარგ წარმატებულ შედეგს მისცემს. ჩვენც პატარა ბიძგი მივცეთ და ვაჩვენოთ ეს ყველაფერი. რატოა? მოდი შემოვიყვანოთ ახალგაზრდები და ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო სანახაობრივი იქნება. ანინა შონია, ანი ზაქარეიშვილი, თორნიკე კაკაბაძე. გამარჯობა. ახალგაზრდა ენერგიული. იცით რა, მე მგონი აზრიც არა აქვს რომ დავსვათ ისე და მეგონა უნდა ავაყენოთ რა. გამარჯობა. აჩიკო მოდი. აქ არის. აჩიკო საბადების დღეა. და შეიძლება აჩიკო ეხება არ მოვუგოთ აჩიკო. ძიმე შე როგორც ის აუხსენი წესები ხო რო არ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კაპიტნების თამაში იყო. კი, ძალიან მაგარი თამაში. ანუ ხო გუნდურიც არის, ანუ რომელიც წააქცევს, რომელს კუბი უნდა გამოაძრო ზემოთ უნდა აღმართო ანალოგიური იცით ალბათ ხო? იყურებდით და იცით აბა. ნახე როგორი უხერხული იმედან დაიწყებ რა ზებნას რაჩიკოს დამტრეულდა იმ წუთშივე. ანუ ერთ-ერთი პრინციპი გასაგებია, ვიცი. დიმა, ვიყავი მე შენთან. თუ გამიწდება. კი ბატონო. და ზემოდან იწება. აუი ნახე. საოცრებებს აკეთებდნენ ბავშვები რა. რაზე იდგა არ ვიცოდით უკვე ასეთნაირად ხდებოდა ის დაშენება. მოდი გვანცა, მოდი. მოდი, თორე ვიწროები დაფჩა. მე პირველად თამაშობ, არასოდეს არა, შუაში ჩადივარ. ვითამაშ. ვაიმე, რა ხდება ძიმა? დიმა, მოიცა, მასე არა დიმა, ეს ვიცი გასულ. ანუ ფუტკულების გუნდის თანახმობა რომ მოგვიტყოთ მოიცა, თქვენ მოიცა. მოიცა. თან არ შეძადგები ჯანო? რატო არ დავდგები? დიდი ეჭვი მაქვს რომ მე და ჯანო გავიშხლართებით ეხა.
აქ სინქრონიზაცია. იკა. მე ეხლა შენ ბატონო გია, პუტკუნების ის დაიწყო ფაქტობრივად. წავედი გია მარჯვენა წვერს. იკო ვერა. ვაიმე. დაუჭირო ამ მოიცა სინქრონიზაცია არის. დამზადეთ. დამელოდეთ. რა უნდა? ნა მე. ჩაყარე. და მე ხარები თუ არა? ვაი, დაუყარე. ესე იგი ნუ ხედავთ იმის მარჯვენათი. 2 მარჯვენათი ვიცეთ. 3 2 დავიდა. წავიდა. 1 2 აჩა მე მგონი გამოგვივიდა. ნუ ხედავ. ანუ სრაფა ცოტა თორე წავაგეთ. ავედი შეფერი დავისეთ. სტაფანი მოდი. ახლა უნდა გადავშეთ დიმა მოდი. ჩვენ ვახდენთ კალათბურთის თამაშობას. ბატონო გია არ დაგიმთავრებია. რა დამთავრებია? შუაში ეგეც გავიგო. რაც უფრო მეტი ბურთი იქნება ის. დიდით იკა. არა მაინც კალათბურთელი. დარო ვარ ხედავ რომ სრაფა ცოტა აგე. განძელია წინდგომა თურმე გასო. ვაიმე რა. სრაფა თქვენი სრაფა. აბა ოჩა. ეგლა იგარ გამოვიდა. ზამაგარი. იკა აბა რამდენს ჩაგ ცოტა მოშორდი ახლა ძიმა ნუ მიიღი ორ. მიდი. გამოდიმა კალათბურთელებს მაცალე დედაცხო უნდა იყოს სათანადო. ვაიმე ძალიან აურია შენ იზმა ჩაგდებდა ყველას და შეცხებოდა შენ მაგირა. 3 ბურთი ააცილე. ვაი დედა. ეს რძე იყო? ოდა ეს არ დაგავიწყეთ კიდე. ციკლის ვორკალი. ოჩა. ეს ძალიან მაგარია. მაგის გაკეთებას არ მოვთხოვთ ხა ბატონო გია. აჩო. არა, ვერ შევეცდები, იმიტომ რომ წელს გერმანიაში მოვხდი ერთ-ერთ პარკში, ძიმა. ამბავს გიყვები, ერთ-ერთ პარკში და წაყვანილი მყავდა ბავშვი. მოკლედ ეს ჩემი ბავშვი შეხვდა ამ იმაში, კარგად იტრიალა და ბოლოს დამიძახა რომ მოდიო. ნუ რაღაცა იცი რა ვიფიქრე რომ ეხლა როგორ უთხრა უარი. მაგრამ იქ მე ამბავი დამემართა? ესე რომ ამას მე არა ეს არ არის აბები. ჩვენ გავიკეთები არაერთხელ და საკმაოდ რთულია და ზოგი ამითი რომელიც აპირებდა კაპიტანი მოგებას, რამდენიმეჯერ გაცდა იქ ყველაფერს და მაგრად აკეთებდა ძალიან. ოღონდ ჩაფხუტები არის დასული აბსოლუტურად. აი მე ჩაფხუტის გასაფრთხოების და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდი. ხო, აი ისიც მაგარი თამაშია, ესეც უნდა ვაჩვენო ხალხს, შევახსენო, ხო? კი, ბალანსი ძალიან მაგარი თამაშია. ჩვენ მოფიქრებულია. აი ეს არის წარმოიდგინე ხმა. და უпроцებს იმიტომ არ უნდა თხოვენ, მოსწავლე სანაცილო რო არ იყოს. ხო, ამაზე დაიდებ. ვაიმე. და 5 კაცი დგება და ბურთი უნდა 5 კაცი დგება და ბურთი უნდა გადააგო. აი ესე მიდი მოიტანე. და მე გვანცას გადაუგორებ ამ ბურთს. აბათ, გვაქვს. როგორ მოგვანცა? მეორე ვინმე ითავებს აი უნიშნელოვანი. ჩადევი. მე უკვე აი წარმოიდგინე. წინ მომკა. მოიცა ერთი წუთით. ჩიკა, ჯერ იმას უნდა ჩაუგდო, იმან გადმოუგოროს უნდა ამას და ამან უნდა გადავაგორო ეს. სად არის ბურთი არ დე? აი ეს ხო? აჰა, ეს იწყება? მაგარი ძნელია. მოკიდოთ. შეიძლება უკვე? აბა 1 2 და 3. გადაუგორო არის? დავიდა, გაუშვი. აწია წინ ცოტა. რა მაგარია ბალანსია თამაში. თიკა შენ მოერიდე ხა ეგეთ რაღაცებს. და ეს ესე თქვათ გუნდი მონაწილე. გუნდები შეჯი. კაციანი, 2 გადგებიან და რომელიც უფრო მეტ ბურთს გადააგორებს ამ წესების დაცვით, მოცემულ დროში არის გამარჯვებული. 2-2-ია ეს ანუ მთელი გუნდია ესე თქვათ. ერთიანად დაუკვირდით რა. განძელია და ესტაფეტა არის? როგორ არ არის? არ დამეტია დიმა აქ აქ არ დაეტევა ჯანო ეხა ბევრი რა დაბძანდი. არის გასაბერი აქ ატრაქციონი. მიმდინარეობს კიდე მაეკრობა. ამათ ეხა მე დაუნგრევ. ერთი სული მაქვს რომ დაუნგრიო. ძალიან საინტერესო. ეს გავა ტელევიზიით, ხო სწორია? აჩიკო. ეს იქნება სიუჟეტი. არა, მომისმინე. ეხლა გეტყვი. ყველა ტელევიზიას დაუგზავნეთ, ვინც დაინტერესდება და გადაიღებს როგორც სიუჟეტი. და დასწრება როგორ ხერხდება? ვისაც უნდა ნახოს, რომ შემდეგში იცოდეს ისთვის ემზადება მონაწილეობის შესახებ. ეს წინაწარი განაცხადები იქნება ჩვენთან აქტიურია როგორც Facebook-ის გვერდი, ასევე ყველა სხვა სოციალური ქსელი. გარდა ამისა შემოდის განცხადებები უკვე პირადად ჩემს სახელზე და მე ძალიან მიხარია რომ ეს აქტიურობა ნელ-ნელა იზრდება. თიკა თავიდან სიმართლე გითხრა, ყოველთვის იყო რატომ? რატომ უნდა ვითამაშოთ? არა, რატომ ტარდება ეს ღონისძიება? ჩემთვის იმდენად უცნაურია ეს, რატომ და უბრალოდ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი იწვევს ადამიანებში ძალიან პოზიტიურ ემოციებს და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ ეს გავაკეთოთ.
არა მართლა ზამოტოს ეს ინიციატივა ეს იქნება ყოველწლიური თუ რაღაც იცი რა ამდაგვარი მინდა რამდენიმე ღონისძიების შესახებ კიდევ ვისარგებლო თქვენი ეთერის მეშვეობით მაშინ სანამ ახალ ღონისძიებებზე ისაუბრებდეთ უბრალოდ აქ უკვე დასრულებულია ხო რეგისტრაცია თუ კიდე შეუულიათ არა გრძელდება რეგისტრაცია ჩვენ ვიწყებთ 5 ხვალამდე კიდევ გრძელდება ხვალამდე კიდევ არის ხვალის ბოლომდე შეგვიძლია მივიღოთ არის აქტიური Facebook გვერდი საიდანაც სახელად როგორ ქვია Facebook საბურთალოს რაიონის გამგეობა აი ამ გვერდზე ხდება ის იქიდან გადამისამართება მოხდება შეხედე დაიძაბა სიტუაცია დაიძაბა შეხედე ნელა დადეიხა თორემ ის გოგოსავით მოგივა რომ მეტრიალდები და მეტრიალდა და გადმოუვარდა თიკას მხარეს არ წამოვიდეს ვანცა წააგო ესე იგი ჯერ არ წამოგია არა ეხლა ვეღარ გამოაძროს გამოაძროს ისეთებს გამოაძროს კიდე რომ ვერ წამოვიდეს აჰა სანცარებს ხერ აი დინა რა ხერხი ბავშვები მუხული გნობდი აი ხო არ ვესვრი ხარ აქჭით დაინგრევით ამ? კი არა ნელა ქენი და არ დაინგრევა თუ წამოვიდა აჩიკომ წააგო გვანცა ეხლა გაჩერდი ძიმა ეს არის თამაში ჯენგა ძალიან მაგარი ფათაცია გადაარჩინა სოლოგაშვილმა თვითონ მოგებული არის იუბილარი არჩევი გაშა კაი დაინგრეს რა ეს კაი ეს არ არის დაშვებული თიკა всё აჰა კაი ბატონო დიდი მადლობა მოიცა არ დაანგრე თიკაზე ხო არ დავანგრევ დინა დაანგრევა უნდა რა გაიწე ვანცა არა აი გეხოცე სხვა პროექტების შესახებ რომელიც დაგეგმილია აი ყურე ეს გამოცხადა არა უშავს მათის გარეშე გადავრჩით ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა პროექტები დაგეგმილი რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ მე ვისარგებლებ თქვენი ეთერის მეშვეობით და კიდევ უფრო მეტ ჩართულობას ვთხოვ საბურთალოს რაიონის მოსახლეობას მაგალითად მე 2 დღის უკან დავბრუნდი გერმანიიდან სადაც კონტრაქტი მოვაწერე ხელშეკრულებას რომ საბურთალოს რაიონში დაახლოებით რეგისტრირებულია უფასო სასადილოებში 1200 ადამიანი აი ამ 1200 ადამიანიდან მე ვიპოვე 4 ბავშვი რომელიც არის სკოლის მოსწავლე არაჩვეულებრივად საუბრობს გერმანულ ენაზე ოღონდ გავითვალისწინოთ ხალხო ეს არის იმ ოჯახებიდან რომელსაც ყოველდღიურად პრობლემა აქვს როგორ იყიდოს პური და მე აღმოვაჩინე ეს ბავშვები რომლებმაც გაიარეს გასაუბრება და მე თავი ვალდებულად ჩავთვალე რომ გამომეყენებინა მთელი ჩემი საერთაშორისო ურთიერთობები გამოცდილება თუ ასე შემდეგ და ხელი მოვაწერე კონტრაქტს რომლის თანახმად ეს ბავშვები 1 თვის განმავლობაში ისწავლიან ქალაქ ბერლინში მთლიანად ხარჯებს უზრუნველყოფს როგორც გერმანიის მხარე, ასევე გამგეობამ დააფინანსა გზავრობის ხარჯები. მე ამ ტიპის პროექტების გაგრძელებას ვაპირებ. მომავალ წელს იტალიასთან მაქვს უკვე მსგავსი ხელშეკრულებები გაფორმებული, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მე მაქსიმალურად გამოვიყენებ ყველა საშუალებას იმისა, რომ ბავშვებს, მოზარდებს, თუნდაც ზრდასრულ თაობას აუმაღლო мотивация და მათი ნებისმიერი ქმედება იყოს დაფასებული. უბრალოდ გული დამწარა ის რაღაც ერთი თამაში ვერ ვითამაშეთ და ბავშვებს რომ თხოვეთ რომ ითამაშონ შეიძლება? ბავშვებს მეც ვერ ვასწავლეთ როგორ უნდა. მომწონს ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ აი ეს დიდი თამაში. ილია რა თქმა უნდა ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თამაში. მითხარია რა გავაკეთო? ანუ პრინციპი რა არის? ხალხმრავალი ხო და აგვიხსნე. რა გავძრე ხო? ხო გავძრე. მე გავძრები. მეც გავძრები რა იყო რა უნდა მათ გაძრობა. გავძვერი მე ამას შემოუვარე? ესე? მოდი ერთი რო საჩვენე ბოლომდე არ გინდა რომ ისწავლო? მე მეუნე რა? ბოლომდე რომ ისწავლა. დიდი მაშინ მასწავლე ხა? მე იქაც უნდა გაძრე და მე ის ამას უნდა გადაახტე. ამას უნდა გადაახტე და იმას უნდა გაძრე. კი ბატონო. ანუ აი ესე გადაახტები, მე აი ესე შემოვიდნენ. მე აი გაწევი. აი ესე გაძრები. ჩარა, ჩარა. მე შენი. გოგოები მოვიდა, ბავშვები, მოდი. აი მე უნდა გამოიქცენ უზარმახს. ეცა პეტა ამაში გავძრები კიდე რა პრობლემა. აბა ის მოყვედით. თიკა მოდი ჩარა, თიკა. სიმაღლეზე რომ ვერა. თიკა, მოდი. კაი არა. ჯენგა სპეციალისტები. სად ვერ ახტები? აქ ვერ ახტები? მოდი გამკ. ხელი. ჰოპ, კარგია. შემდეგი ვარ ქუსლები. მიდი გვაცა, მიდი. გაიხადე ქუსლები. ობა, უკუნების კონკურსში ხო არ გავიდეთ პედაში. შვენიერი.
თიკა ანა რა თიკა მოდი გადა კარგია კარგი მინუს გულა და რომ მოდიხარ უნდა დაგჭრან მერე როგორ მიყარ ესეთი ეთერები როგორ მიყარ ბავშვობაში გადავარდები ხოლმე რა მე ხშირად მოგვიწიეთ და გადაგიყვანთ ხოლმე ბავშვობაში როცა გინდა მომზადი მოგლება ბავშვობაში გადავარდნი სიტყვას რომ ვერ გავუსწრით იმას გამოგასწრებდი სიტყვის ბორბალი რა ადგილი არა გვაქვს სიტყვის ბორბალი მაგარია ადგილი გვაქვს მაგრამ კამერები დაზიანდება ამაზე უკვე დაგპატიჟებთ ფინალურ გადაცემაში სადაც იქნება გარდა ამისა დახურვის აღამო იქნება ნელა გვანცა საკონცერტო ელემენტებით დატვირთული თითოეულ გუნდს ეყოლება თავისი მხარდამჭერი მომღერალი რომელსაც ამას სიურპრიზად ვტოვებთ და ეს იქნება გალა ღონისძიება ეს იქნება ზაფხულში ხო ანუ ეს იქნება კვირას 17 ეს არის კვირას თან ძალიან მაგარ დარბაზში ტარდება ახალ გარემონტებულში ანუ შართან გაკეთა ვიცი და არის ძალიან მაგარ მდგომარეობაში კაი განათებით ლამაზი დარბაზი არა ეს სხვა დარბაზი იყო თქო ის კიდევ უფრო უკეთესია ამ დარბაზზე ჯანო წვალობდა ხოლმე რომ ესე გამოჩენილი იყო მართალი რო გითხრა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ესე ნახე გვანცა ქუსლებით არაფერი არ გამოგივა ოღონ პირდაპირ გეუბნები უნდა გაიხადო ფეხზე აქეთ მოაბრუნე აჩიგო ესენ წაიქცევიან ჯანო დაგავაკეთე ბაშო მიეხმარე მაიჩედია შევიდა შედი დადექი მიეხმარეთ ვინ აი ამაზე დადექი ერთი შედი აქავა მე ჩაუტარე შედი გვანცა ერთი შედი ერთი ხო მოკიდე ხელი და წამოდი ნაბიჯ მე ტიხრებს დააბიჯე ფეხი აი ეს იქიდან მე წამოვალ აი მე თვითონ ფოტო უნდა გადაგიხო კარგი რამე წიერი ხო მეტი აღარ არის გზა უნდა გადაგხდე ვანცა მოდი აქედან თიკა არ ქნა აუ ფოტო მინდა და იუბილარის სიტყვის შედი ახლა შედი გვანცა ფეხზე გაიხადე შემოდი მიგზანებ ძიმა ისე გვანცა თუ შეიძლება ფეხზე გაიხადე შემოგზანე ეგრე რა გადექი აბა მოკიდე გვერდზე კამრებს ხელი გვერდზე კამრებს არა გვერდზე არა დი არა გვაცა ესე ადვილია აბა შედი ეგრე ნელა კამერა კარგი რუსთავიოს ჯგუფი ყოლია უკანა წამოდი დიმა შემოდი ხო მოგეწონა დიმა აქ მოგედი აქ წინ ჩემ ფეხსაც მელექთან მიმიყვანა ძიმა ნელა განცა მე მგონი ამოივსე ხო ის დანაკლისი რაც წინაზე ვერ შეძელი და გაიცე 40 მეტრის სიგრძე და თან ჩქარა და მე უკან უნდა დაბრუნო ჩქარა ეგ არის აუ უკან დავაყენებ რა მიდი და აქაც არის ჟიური რა ხო ის მაჩვენებელი ჩაკეთე აჰა გეიმ შოუს ფორმატში არა იყოს ის გადმოგვაქვს ზუსტად თავის წამყვანი დამხრელი კომისიით საჯებით სერტიფიცირებული ამჟამად ვინ არის წამყვანი წამყვანის იცვლებიან ჩვენი წამყვანი იქნება კომისიის გაჩერება არ დაგავიწყდეს იქნებიან ბოლოს დიმაჩემო გვერდება კვირას საგვართმევთ და ბექაონიანი არის კვირას წამყვანი პლუს დიმა მე ძალიან მომეწონა გინდა ხო თიკა მოიცადე გიღებ აჩო მოიცადე ერთი წუთი აბა პირითიკა გამოფრინდა ჩიტი არა გამობრინდა რაღაცა მაინც გამოაფრინე ჰე დროზე ორე წავაგო თამაში კენი ბიჭო რაღაცა დაემართა მაინც და მაინც ერთი წუთი გავედი რეკლამაზე ჩქარა ჰე აი ფოტოები მაქვს შეგიძლია გახვიდე რეკლამაზე რეკლამაზე უყურე აქედან არ გახვიდე ჯერ არ არის რა დროს რეკლამა არის რეკლამის დრო ეს მე მგონია რომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ აუცილებლად სურველებისთვის ის პირობები რაც ანუ სად უნდა შეავსონ ეს ყველაფერი ანუ მხოლოდ სკოლაში ხდება თუ თქვათ იგივე ამხანაგობებს აბსოლუტურად ყველა სკოლას რომელიც არის საბურთალოს რაიონში ტერიტორიულად რა თქმა უნდა იქ არის კოორდინატორები უკვე დანიშნულები არიან და ახლა არის პროცესში რეგისტრაცია მოაქვთ ეს სპეციალური პაკეტია სარეგისტრაციო სადაც გუნდების მონაწილეების სახელი გვარები ფიქსირდება შემდეგ ჩვენი სამუშაო ჯგუფი ამას იბარებს უნიშნავს შეხვედრებს ჩვენ კონსულტაციები გვექნება იმიტომ რომ ეს თამაშები საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრია შესაბამისად ჩვენ უხსნით წესებს სისტემას როდის მოვიდნენ ყველაფერს დეტალურად და პარასკევს უკვე დავიწყებთ ჩემპიონატი გაიხსნება პარასკევს შაბათს გაგრძელდება და კვირას დაგვირგვინდება ფინალი იცით რა მეინტერესებს ის გაგიჟდა ალბათ მე აქედან ეს არის ზუსტად აი ამ თამაშების თავარი არს რომ იზიდავს არა ეს თქვენს მიგიზიდები ჯანო მე ხო იცი მაგაზე მინდოდა ყველას უნდა ამის თამაში ხა როგორ
ფიქრობთ, ყავთ უკვე კოლეგები, რომლებიც დაინტრიგეთ ამით, რომლებიც გამოიწვიეთ, თქვა რაიონის გამგებლები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს უკვე, თუმცა თავიდან როგორც აღნიშნეს, ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროექტს, მაგრამ ყველაზე მაგარი მინდა მოგიყვეთ. თავიდან როცა გამგებლად დავინიშნე, მითხრეს რომ მოკლედ ტარდება დიდგორობა, ჩატარდება დოღი და უნდა დავესწრო დოღის ჩატარების პროცესი. წავედი, რაღაცა ვიფიქრე, რომ შესაბამისად შევხვდები მოსახლეობას, ამბავი აქეთ-იქეთ და დაიწყო დოღი. გამოვლინდა გამარჯვებული და მე მოვიკითხე ახალი დანიშნული ასე რაღაც 1-2 კვირის გამგებლად და მოვიკითხე სად არის პრიზი და რა მოყავთ? ცხვარი. და ეს ცხვარი უნდა გადავცე გამარჯვებულს და აი ამ ხრებზე უნდა დავაგდო და ნუ რაღაცა შეხვედრა მაქვს მე უკვე ამ ღონისძიების მე რაღაც მაცვია თეთრი პერანგი პიჯაკი რაღაცა და მოვკიდე აი ამ ცხვარს გაბრაზებულმა ხელი და აი ესე დავადე ამ ახალგაზრდა კაცს ხრებზე ეს იყო სოფელ დიღომში რომელიც ასევე საბურთალოს რაიონია მინდა გითხრათ და აი ესე გადავეცი პირველი პრიზი თუმცა ნელ-ნელა ვითარდებით ჩვენ საბურთალოელები და აი ამ პირველი ცხვარიდან გადავედით აი ამ პრიზებზე რომელიც გვაქვს კამეჯელენ გადავედით აი ამ საჩვენებელი ხახვი არ გინდათ ბოცლერი ეს შეიძლება გამოვიყენოთ ერთი როგორც ლოგო ხო ეს წინაშეა ვიწროთა კონკურსის გამარჯვებული ვიწროთა კონკურსის პრიზიორი არცილი უტკუნები ვიწროების წინააღმდეგ ბაგირის გადაძალვაში იქნება მაგარი ხო მაგრამ დამეთანხმეთ რომ ძალიან სახალისო იყო ეს ყველაფერი და ძალიან კარგია იმიტომ რომ ვისვენებთ იმ არ მომაქცე მარტივი რაჭიკო ბატონო რამდენად მარტივია აი ამ ყველაფერი რთული არ არის მაგრამ ერთ იმას ვერ ვიტყვი რომ ძალიან ადვილია ყოველ შემთხვევაში არა სიჩქარეზე როცა მიდიხარ და როცა მეორეს ეჯიბრები ძალიან ისეთია ადრენალინის ამბავია და უნდა მოიგო ის მომენტი აქვს რომ როდესაც ვიღაცას უყურებ რომ თამაშობს ამ თამაშს გინდება აუცილებლად და გინდა რომ ჩაერთო არის ძალიან სახალისო საჯარო ასევე კერძო სკოლები ეხლა ესენი ბავშვები არიან კერძო სკოლიდან იბერიიდან და აზორ მოდი ეხლა მოყევი აზორი არის ადამიანი რომელიც არის სათათბირო წევრი როგორც გითხარით და დადის ადამიანებთან და ეხლა აზორი უნდა აუხსნას დიდ დიღომში თვითონ დიდ დიღომში ცხოვრობს ადამიანებს რომ რა კარგი აი ამ თამაში მონაწილეობა. მოდი ახლა მოყევი ეს ამბავი როგორ შეიძლება ადამიანი შეხვდეს აი ამ შენს ჭყალებში არასერიოზულ ინიციატივას. ძალიან მხიარული არის ბავშვები ერთმანეთს გაიცნობენ, მეგობრობას გააგრძელებენ როგორც სკოლის პერიოდში ასევე მომავალ ეხლა გვიხსნით ხო ჩვენ როგორც გვიხსნით როგორც ვხსნით ყველა სკოლას და ბავშვებს პატარას და ძალიან დაინტერესდა და დიდი ის მოყვა გამოხმაურება ამას და ველოდებით რა რამოდენიმე დღეში დაიწყება ეს და ნახოთ აბა როგორ თუმცა ისიც მოყევი მოდი ნუ შეგწყვება კარგი ხო რაღაცას არ გიხურეს ნუ მაიმუნობთ ეხლა ხო კარი და უკვე ამ კარებში მოაყოლეს რას მაიმუნობთ ეხლა რის სპორტული თამაშები რა თამაშები სკეპტიკური მიგომა ალაგ-ალაგ გიქნება ხოლმე მშვიდობაში და ახლა მთლიანობაში მემიდა რომ შევაჯამო და გავიდე რეკლამაზე გავიდე რაც შეიძლება არ ხომ გავიდე რეკლამაზე გადი რეკლამაზე და მე კამერა შევცვლი პრობლემა მიდი 1 2 და რეკლამა